მარტყოფში შაჰ-აბასის არმიის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მოურავის ბრძანებით ქართველების ლაშქრის ერთმა ნაწილმა თბილისს შეუტია, ხოლო თვითონ მოურავი და ზურაბ არაგვის ერისთავი კახეთისკენ დაიძრდნენ ქართველთა მხედრობით და ხორნაბუჯის ციხეს დაეცნენ, რომელიც შაჰ-აბასისგან კახეთის მმართველად დასმული ფეიქარ ხან ყაჯარის რეზიდენციად იყო ქცეული. ფეიქარ ხანს უკვე შეეტყო მარტყოფის აჯანყების შედეგი და გასაქცევად ბარგი გამოკრული ჰქონდა. მან იქ ჩასახლებული თურქმანები ფარა დაიფარა და სანამ ქართველები მათი ჟლეტით იყვნენ დაკავებული, თვითონ მტკვარი გადალახა და ჰარამხანა ბარგი ბარხანიანა ბარდავში გაიქცა. ფეიქარ ხანმა თან წაიყვანა ლუარსაბ მეფის და ლელა ბატონიშვილი, რომელიც მოურავთან შეთანხმებისამებრ ზურაბ არაგვის ერისთავს უნდა შეერთო ცოლად. ქართველები გაქცეულებს გამოედევნენ, მაგრამ ფეიქარ ხან ყაჯარი ხელში ვერ ჩაიგდეს. ამ ლაშქრობის დროს მოურავმა და არაგვის ერისთავმა ქალაქ განჯას შეუტიეს და შემდეგ ყარაბაღი მოარბიეს. დევნილმა კახეთის მმართველმა ფეიქარ ხან ყაჯარმა ბარდავს შეაფარა თავი. განჯა ყარაბაღში ქართველთა ლაშქრობას აშკარად მოუმზადებლად დახვდნენ იქ მდგარი ყიზილბაშურის სამხედრო ნაწილები. ამის მიზეზი ის იყო, რომ 1625 წლიდან განჯა ყარაბაღის ბეგლარბეგად შაჰს იმამ ყული ხან უნდილაძის უმცროსი ძმა დაუდ ხან უნდილაძე ჰყავდა დანიშნული. დაუდ ხანი გიორგი სააკაძესთან მეგობრობდა და იმდენად დიდი ნდობით სარგებლობდა ქართლის დიდებულებს შორის, რომ მოურავისგან მარტყოფის აჯანყების გეგმაც კი იცოდა. მაგრამ აჯანყებაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. ხოლო როდესაც მოურავი და ზურაბ არაგვის ერისთავი განჯა ყარაბაღს შეეცია, დაუდ ხანს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის თეიმურაზ მეფის სიძე იყო. დაუდს კახთა მეფის და ელენე ბატონიშვილი ჰყავდა ცოლად. განჯა ყარაბაღში ლაშქრობა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართლ-კახეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ჩასახლებული ყიზილბაშურის სამხედრო ძალებისგან თავდასხმა იქნებოდა მოსალოდნელი მარტყოფის აჯანყების შემდეგ. თანაც ასეთი სამხედრო რეიდით აურაცხელი ნადავლი ჩაუვარდათ ხელში მოურავს და ზურაბ არაგვის ერისთავს. დიდი ალაფით დატვირთული ქართველები ქართლში დაბრუნდნენ და პირდაპირ თბილისს შეუტიეს, რომელიც ყიზილბაშების უკანასკნელ საყრდენად რჩებოდა მტრისგან გაწმენდილ ქართლ-კახეთში. მოურავმა ჯერ თაბორის მთა დაიკავა და იქიდან გაუხსნა ცეცხლი თბილისის ციხეს. ამ დროს ქრისტიანი თბილისელების აჯანყდნენ და გალავნით შემოზღუდული ქალაქი მათ ხელში გადავიდა. ქალაქის ყიზილბაშური გარნიზონის მინბაშმა, სახელად ჩატირ-შაჰმა, თავისი მეომრებით ბრძოლით გაიკაფა გზა და ნარიყალას ზედაციხეში გამაგრდა. მოალყეებმა ნარიყალას ციხეს წყლის მისაწოდებელი ღარები მოუშალეს და ზედაციხეში გამაგრებული ყიზილბაშების უწყლობით გატეხვას ელოდებოდნენ. ამ დროს კი ერთმა მოქალაქემ, სახელად გარსუამ, ყიზილბაშთა მინბაშს საიდუმლო დაცნობა ნარიყალაში გამაგრდი და როცა შაჰისგან საიმედო ამბავი მოვა, წითელ მოსასხამს წამოვისხამ და ასე განიშნებო. მინბაში უწყლობით იყო შეწუხებული და გარსუას შემოუთვალა იქნებ დამეხმარო და წყლის მიწოდება აღადგინო როგორმეო. გარსუამ ეს საქმე იკისრა და ერთ გორელ სომეხთან, გვარად გორგი ჯანაშვილთან ერთად კოჯრის მხრიდან წყლის მისაწოდებელი აყრილი ღარები ჩუმად აღადგინა. წყალმა მთელი ღამე იდინა ზედაციხეში და ყიზილბაშებმა წყლის საცავები პირამდე აავსეს. ქართველებმა ეს გვიან შეიტყვეს. მოურავის ბრძანებით თბილისელი გარსუა და გორელი გორგი ჯანაშვილი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ წყლით მომარაგებულ ზედაციხეს ვეღარაფერი მოუხერხეს. ასეთი ღალატის შედეგად კი ხოლო თბილისის ზედაციხეში გამაგრებული ყიზილბაშები გარჩებოდნენ მტრისგან გაწმენდილ ქართლ-კახეთში შაჰ-აბასის უღიმღამო დასაყრდენ ძალად. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი. რომანი კედლები და ისტორიული კრებული რაც იყო. შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. თეიმურაზ კახთა მეფე გონიოს ციხეში იდგა, როცა მოულოდნელად სააკაძის მალე მზრბოლი ეახლა, მარტყოფის გამარჯვების ამბავი ახარა და ქართლში მოიწვია. მეფე სწრაფად გამოემართა ქართლისკენ. თეიმურაზ
სვეტით ცხოველში შეჰფიცეს ერთგულება დიდებულებმა. ქართლში მობრძანებულ თეიმურაზ მეფეს მარტყოფის აჯანყების სულის ჩამდგმელი გიორგი სააკაძეც დახვდა. მოურავის ჩარევით თეიმურაზმა მისი ასული დარეჯანი ზურაბ არაგვის ერისთავს მიათხოვა. ამ ქორწინებით ერთის მხრივ სააკაძემ ზურაბს ბაგრატიონებთან დამოყრების დაპირება შეუსრულა. მეორე მხრივ კი მთიელთა სამხედრო ძალაზე მდგარი ეს ძლიერი ერისთავი უფრო მეტად გაუერთგულა იმერთობას, რომელიც ასეთი აუცილებელი იყო ქართველებისთვის მაშინ, შაჰ-აბასისგან მარტყოფის აჯანყების გამო გარდაუვალი სამხედრო პასუხის მოლოდინში. მარტყოფის აჯანყებამ თავზარი დასცა შაჰ-აბასს, რადგან მან ამ აჯანყების შედეგად 30,000 საუკეთესო ყიზილბაში მხედარი და 7 სახელოვანი ხანი დაკარგა ირანის ჯარების მთავარსარდლის ყარჩიყაი ხანის ჩათვლით. შაჰმა მთელი ჯაური გიორგი სააკაძის მძევლად დატოვებულ შვილზე, პაატაზე იყარა. მან პაატას თავი მოჰკვეთა და მამას გამოუგზავნა საქართველოში, ხოლო მისი სხეული ხევში გადააგდებინა ნადირთა საჯიჯკნად. ისპაჰანში მოღვაწე კათოლიკეებმა პაატას ცხედარი საიდუმლოდ დაკრძალეს. მოგვიანებით გიორგი სააკაძემ თბილისელ ვაჭრებს მოაძებნა შვილის საფლავი. პაატას ნეშტი საქართველოში ჩამოასვენებინა და საგვარეულო მონასტერში, ერთაწმინდის ეკლესიაში მიაბარა მიწას. ზურაბ არაგვის ერისთავის მძევლად დატოვებული ცოლი შაჰ-აბასმა ძალით გაამაჰმადიანა და ერთ-ერთი ყიზილბაში ხანის ცოლებს მიუგდო მხევალმსახურად. იმ დროის თანამედროვე თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი წერდა, ასეთი ზარალი 40 წლის განმავლობაში არ უნახავს შაჰ-აბასსო. ხოლო აბასის ისტორიკოსი ისქანდერ მუნში, რომელიც მარტყოფის აჯანყების შემდეგ აუგად იხსენიებს გიორგი სააკაძეს, გადმოგვცემს ჯანყსა და შფოთს, რომელიც ბედკრული, დაკარგული და უმადური მოურავ ქართველის ამბოხის გამო ატყდა, შედეგად უდიდესი ზარალი მოყვა და ამან ყველგან შფოთი გააჩინა. მარტყოფის აჯანყების შემდეგ შაჰ-აბასისგან მწარე პასუხი რომ იყო მოსალოდნელი, მოურავმა ეს კარგად იცოდა. ამიტომ მან ოსმალეთის სულთანს მიმართა დახმარებისთვის. გიორგი სააკაძის ბრძანებით ყარჩიყაი ხანის, მისი შვილის ემირგუნე ხანის, ყაზახ ხანის შვილის, შირვან ხან იუსუფის, მოჰამედ ხანის, სულეიმან ხანის და ყიზილბაშთა სხვა სარდლების ცხედრებს თავები მოკვეთეს. მათვე საბრძოლო დროშებში გაახვიეს და სხვა 6,000 მოკვეთილ თავთან ერთად სულთან მურად მეოთხის პირველ ვეზირს ჰაფიზ ფაშას გაუგზავნეს, რომელიც ოსმალეთის არმიით ქალაქ დიარბექირში იდგა და ქალაქ ბაღდადზე იერიშისთვის ემზადებოდა. მარტყოფის ნადავლით დატვირთულ ამ ქარავანს მოურავმა თან გააყოლა ტყვედ ჩაგდებული 30 ყიზილბაში, რომლებიც მოენეებად გამოადგებოდა ოსმალებს შაჰ-აბასის გეგმების და გარემოცვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ქართველთა დელეგაციას მოურავის შვილი იორამ სააკაძე მიუძღოდა. მარტყოფში 30,000-მდე ყიზილბაშის განადგურების ამბავი შაჰ-აბასმა მაზანდარანში შეიტყო და ამხელა ზარალით თავზარდაცემული ქართლში აჯანყების ჩასაქრობად სასწრაფოდ შეუდგა ჯარების თავმოყრას. შაჰმა თავისთან იხმო მისი სიძე და თეიმურაზ მეფის ბიძაშვილი ისა ხან ყორჩიბაში, რომელსაც მთავარ სარდლობა ჩააბარა. ისა ხანს დაუქვემდებარა ირანში მოასპარეზე შაჰისევანი ქართველების ლაშქრის ნაწილიც, ქალაქ ისპაჰანის ტარუღას, ხოსრო მირზას სარდლობით. ასევე მძიმე არტილერიასთან ერთად თან გამოაყოლა აქლემების ზურგზე დამაგრებული მცირე ქვემეხებით, ზამბულაკები და აფჭურვილი მოძრავი არტილერია, რომელსაც მოსდევდა 12,000 ფეხოსანი და ცხენოსანი მეტოფე. მთავარ სარდლად დანიშნულ ისახანს აბასმა თანაშემწე სარდლებად ერევნის ხანი ამირგუნა, შირვანის ბეგლარბეგი, ყაზახ ხან ჩერქეზი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე ხანი დაუნიშნა. შაჰის მიერ საქართველოსკენ დაძრული არმია 50,000 მეომარს ითვლიდა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობის ბრძანება განჯის ბეგლარბეგ
დაუთხან უნდილაძესაც მიუვიდა, მაგრამ უნდილაძემ ძიმე ავადმყოფობა მოიმიზეზა და ქართლში ლაშქრობაზე უარი აკადრა რისხანემ ბრძანებელს. შაჰი ხვდებოდა, რომ აჯანყებული მოურავი დიარბექირში მდგარ ოსმალთა სარდალს ჰაფიზ-ფაშას ქართლის დასახმარებლად მიიწვევდა. ამიტომ ყიზილბაშთა დანარჩენ მხედრობას პირადად გაუძღვა და ქალაქ სულთანიეში დაბანაკდა, რათა დიარბექირში მდგარი ოსმალთა არმიისთვის, რომელსაც ჰაფიზ-ფაშა სარდლობდა, საქართველოსკენ გალაშქრების ან ქალაქ ბაღდადზე იერიშის მიტანის შემთხვევაში გზა გადაეჭრა. ჰაფიზ-ფაშა წარმოშობით ბულგარელი იყო, რომელიც თოფქაფის სასახლის უბრალო დარაჯობიდან დაწინაურდა. ბევრი თანამდებობა გამოიცვალა და 1621 წელს ბაღდადის ბეგლარბეგად დაინიშნა. 1623 წელს იანიჩრებმა ოსმალეთის სულთანი მუსტაფა პირველი ჩამოაგდეს და ტახტზე მისი ძმისშვილი მურად მეოთხე აიყვანეს. ამას დიდი ქაოსი მოჰყვა ოსმალეთის იმპერიის პროვინციებში, მათ შორის ბაღდადშიც. სწორედ ამ ქაოსით ისარგებლა ირანის შაჰმა აბას პირველმა და 1624 წელს ბაღდადი წაართვა ჰაფიზ-ფაშას მთელ არაბულ ერაყთან ერთად. შაჰის ჯარების მიერ ბაღდადის დაპყრობისას ირანის არმიას მაშინ ყარჩი ყაიხანი და გიორგი სააკაძე სარდლობდნენ. ამიტომ ჰაფიზ-ფაშამ, რომელიც უკვე ოსმალეთის სულთნის პირველ ვეზირად იყო აღზევებული და მურად სულთნის ბრძანებით აღმოსავლეთის ფრონტს სარდლობდა, კარგად იცოდა, ვინც იყო გურჯისტანში აჯანყების მომწყობი დიდი მოურავი და როცა მის ბანაკში მოურავის ვაჟი იორამ სააკაძე მივიდა ამალით და მარტყოფის ბრძოლის ნაალაფარით დატვირთული ქარავნით, ფაშა ქართველთა დელეგაციას პატივით დახვდა. ქალაქ დიარბექირში იორამს და ჰაფიზ-ფაშას შორის გამართულ იმ მოლაპარაკებას მაშინ პირადად ესწრებოდა თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი, რომელმაც ასეთი ჩანაწერი შემოგვინახა. მოურავის ელჩმა სიტყვით ასე მოახსენა ფაშას. ასეთი მოხერხებული შემთხვევა ოსმალთა სამეფო გვარეულობას არ მისცემია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიიღეთ ზომები და ისწრაფეთ ჯარი თუ ჩვენს დასახმარებლად. უეჭველია, რომ როგორც კი ყარაბაღს, განჯას, ბარდავს და შირვანს შეუტევთ, ყველა ეს ქვეყნები თქვენ დაგმორჩილდებიან. აღარ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, რომ ყველა ესენი ყიზილბაშებთან წყრალად არიან და მხარში დაგიდგებიან. ამის შემდეგ კი გაადვილდება არდებილისა და მეშჰედის აღება და ყიზილბაშის ქვეყნისთვის ცეცხლის წაკიდებაო. გიორგი სააკაძე დიარბექირში მდგარ ჰაფიზ-ფაშას სწრაფი მოქმედებისკენ და ოსმალთა არმიით აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შეჭრისკენ მოუწოდებდა, რის შედეგადაც ოსმალებს მიემხრობოდნენ ყიზილბაშების ბატონობით გამწარებული ქართველები, ყარაბაღელები, ბარდაველები და შირვანელები. ასეთი გაერთიანებული სამხედრო ძალით კი მოურავი შაჰ აბასის იმპერიის დამხობასაც კი არ გამორიცხავდა. ჰაფიზ-ფაშა მოურავის ეს გეგმა უარყო, რადგან იცოდა, რომ შაჰ აბასი ირანის არმიით უკვე მახლობლად ქალაქ სულთანიეში იდგა, ხოლო არმიის მეორე ნაწილი საქართველოში ყავდა გაგზავნილი. ასეთ განლაგებაში კი ის თვლიდა, რომ საქართველოსკენ დიარბექირიდან დაძრულ ოსმალთა არმიას შაჰი ზურგიდან დაარტყამდა და ხაფანგში მოიმწყდებდა. ჰაფიზ-ფაშა უფრო იმას გეგმავდა, რომ აჯობებდა გურჯისტანში დაწყებული არეულობით ესარგებლა და ირანისთვის ასეთ მძიმე დროს ბაღდადზე მიეტანა იერიში. ამიტომ მან იორამ სააკაძეს მოურავის ასეთ გაბედულ გეგმაზე უარი განუცხადა. მარტყოფის ბრძოლის ნაალაფარი სტამბოლში გაგზავნა და ერთი რაც მოიმოქმედა ის იყო, რომ დიარბექირიდან მურთაზა ფაშა გაგზავნა სამცხეში ლაშქრით. ქალაქი ახალციხე აიღო და იქიდან ყიზილბაშები განდევნა. ჰაფიზ-ფაშამ ვერაუღო ალყო მოურავის სტრატეგიულ შეთავაზებას და ბაღდადის აღების იმედიც გაუცრუვდა. არადა გიორგი სააკაძის გეგმა რომ მიიღო ჰაფიზ-ფაშას და გაერისკა მართლაც შესაძლებელი იყო შაჰ აბასის იმპერიის ჩამოშლა. აკი დიდი თურქი ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმაც წერდა ამაზე ცოტა მოგვიანებით. საქართველოსკენ ეს ლაშქრობა რომ გამართულიყო, დიდი გამარჯვება იყო მოსალოდნელი. ქართველების დელეგაცია ქალაქ დიარბექირში ივნისის ბოლოს ჩავიდა, ხოლო
ჰაფიზ ფაშას და იორამ სააკაძის შორის მოლაპარაკება 3 ივლისს გაიმართა. არადა იმ 1625 წლის 3 ივლისს ქალაქ დიარბექირში ჯერ არავინ იცოდა, რომ საქართველოში უკვე მარაბდის ველზე სხვა სისხლი იყო დაყვრილი. 1625 წლის ივნისის მიწურულს ყიზილბაშთა არმია ისახან ყორჩიბაშის სარდლობით საქართველოში შემოვიდა და მარაბდის ველზე დაბანაკდა. თეიმურაზ მეფემ და გიორგი სააკაძემ კი კოჯორ ტაბახმელასთან იხმეს ქართლ კახელები და იქვე დასცეს ბანაკი. ქართველებმა მარაბდის ველზე მდგარი ყიზილბაშური ჯარების დასაზვერად წინასწარ 2 გამოცდილი სარდალი გაგზავნეს. კახეთის გმირი დავით ჯანდიერი და ხერხეულიძეთა სახლის თავადი აღათანგ ხერხეულიძე, რომლებმაც ფხიზლად დაზვერეს მარაბდის ველი, სადაც ისახან ყორჩიბაში უკვე მიწაყრილებს ათხრევინებდა მეომრებს და ზედ მძიმე არტილერიას ამწკრივებდა. ზვერავები დარწმუნდნენ, რომ ყიზილბაშები მარაბდის ველზე აპირებდნენ გენერალური ბრძოლის გამართვას ქართველებთან. შუა ზაფხული იდგა და მარაბდის დაბლობს გაუსაძლისი სიცხე წვავდა. ამ დროს კოჯორში უკვე თავი მოეყარა 20,000 ქართველს, რომელთაგან 10,000 ცხენოსანი თავადაზნაური იყო, ხოლო 10,000 მეომარი ქვეითად მებრძოლი გლეხი. აქვე იდგა 4 ეპისკოპოსი თავისი სამღვდელოების და საეკლესიო აზნაურობის თანხლებით. კოჯორში მოვიდა სამცხიდან დევნილი ათაბაგი მანუჩარ ჯაყელით 300 მესხი მეომრით. მარაბდის ველის დაზვერების შემდეგ ქართველების სამხედრო ბანაკში თათბირი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თეიმურაზ კახთა მეფე, მოურავი გიორგი სააკაძე, საბარათიანოს სარდალი ბარათა ბარათაშვილი, სამუხრანოს თავადი და სარდალი თეიმურაზ მუხრანა ბატონი, რომელიც გიორგი სააკაძის სიძე იყო. თათბირს ესწრებოდა ასევე თეიმურაზ მუხრანა ბატონის ძმა, ქაიხოსრო მუხრანელი, ზურაბ არაგვის ერისთავი, არაგვის ერისთავის ძმა დათუნა ერისთვის შვილი. იქ იყო ასევე მოურავის სიძე იესექსნის ერისთავი, კახელის სარდალი დავით ჩოლოყაშვილი, ხერხეულიძეთა სახლის თავადი აღათანგ ხერხეულიძე, გაღმა მხარის თავადი და სახელმოხვეჭილის სარდალი ბაადურ ციციშვილი, კახეთის აჯანყების სულის ჩამდგმელი და ასევე სახელიანი სარდალი დავით ჯანდიერი. თათბირზე საპატიო ადგილი ეკავა ოსმალებისგან შევიწროვებულ სამცხეში ქართული ორიენტაციისთვის მებრძოლ მანუჩარ სამცხის ათაბაგს, რომელიც დიდი სვიმონ პირველი შვილი იყო დედის მხრიდან. თათბირს ასევე ესწრებოდა 4 ეპისკოპოსი, მროველი, ალავერდელი, რუსთველი და ხარჭაშნელი. პირველად სიტყვა მოურავმა აიღო და სარდლებს განუცხადა, რომ მარაბდის ველზე ასეთ გაუსაძლის სიცხეში ქართველებს ბრძოლა მეტად გაუჭირდებოდათ ყიზილბაშებთან შედარებით, რომლებიც შეჩოულნი არიან სიცხეში ომსო. გიორგიმ ასევე დასძინა, რომ აჯობებდა მტრის შემოტევას დალოდებოდნენ და ყიზილბაშებს კოჯრის მისადგომ ხევვიწროებში დახვედროდნენ, სადაც ისახან ყორჩიბაში არტილერიის გამოყენებას და ქართველების ჯართან შედარებით გაცილებით მრავალრიცხოვანი არმიის გაშლას ვერ შეძლებდა. მოურავის ასეთ სტრატეგიულად მისაღებ გეგმას დამსწრეთაგან მხოლოდ ბაადურ ციციშვილმა დაუჭირა მხარი და თეიმურაზ მეფეს მიმართა. ჩვენ თავადაზნაურები ცხენოსნები ვართ და თუ მარაბდის ველზე დაგვიმარცხდება, ბრძოლის ველიდან გარიდებას ადვილად მოვახერხებთ. 10,000 ქვეითი გლეხი კი გაქცევას ვერ შეძლებს და მათ მტერი პირწმინდა დამოხოცავს. თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, საქართველოც დაძაბუნდესო. ამ სიტყვებით დაასრულა ბაადურ ციციშვილმა თავისი გამოსვლა.
ზურაბ არაგვის ერისთავმა კი მოიწონა სააკაძის გეგმა, მაგრამ ეჭვი გამოთქვა, ვაი თუ მტერმა ვიწროებში შემოსვლა ვერ გაბედოს და უქმად მოგვიწიოს კოჯორში დგომაო. დავით ჯანდიერი და დავით ჩოლოყაშვილი მტერთან უთენია, სიცხის დადგომამდე შებმას უჭერდნენ მხარს. მართალია სამხედრო თათბირზე სარდლები ხვდებოდნენ, რომ რიცხმრავალ და უკეთ შეიარაღებულ არმიასთან შებმა ველზე სახიფათო იქნებოდა, მაგრამ მარაბდის გაშლილზე ბრძოლის გამართვის გადაწყვეტილება მაინც ბარათა ბარათაშვილის გამოსვლამ განაპირობა. მან განაცხადა, რომ მტერი ქვემო ქართლში ბარათაშვილების მამულში იდგა და მათ საბატონოს აჩანაგებდა. ამიტომ თუ ქართველები ბრძოლას დროულად არ დაიწყებდნენ, შესაძლებელი იყო კოჯორში მოსულ ბარათაშვილებს ბანაკი მიეტოვებინათ და წასულიყვნენ. იმ დროს ბარათაშვილების სათავადო ყველაზე ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, მაგრამ სხვა სათავადოებისგან განსხვავებით, ბარათაშვილები უკვე ერთიან განუყრელ თავადურ ოჯახს აღარ წარმოადგენდნენ და სხვადასხვა სახლებად იყვნენ გაყრილ დაქსაქსულები. ბარათაშვილთა ერთიანი სათავადო სახლის გახლეჩვას მარაბდის ბრძოლამდე თითქმის 1 საუკუნით ადრე დაედო სათავე. როდესაც 1536 წელს გაიყარნენ იოთამ და ორბელ ბარათაშვილები. პრობლემაც მთელი მამული ორად გახვეს. ამის შემდეგ მე-16-მე-17 საუკუნეების მანძილზე ბარათაშვილთა ერთობა კიდევ რამდენჯერმე დაიყვა და ამგვარმა სხვადასხვა თავადურ სახლს დაუდო სათავე. ასე წარმოიქმნენ ბარათაშვილების ერთიანი სათავადო ოჯახიდან გოსტაშაბიშვილების, ფალავან ხოსროშვილების, ქავთარიშვილების, ზურაბიშვილების, გერმანოზიშვილების, იოთამიშვილების, აბაშიშვილების თუ ყაფლანიშვილ ორბელიანების ცალკეული თავადური სახლები. კოჯრის თათბირზე სწორედ ამას ჭიოდა ბარათა ბარათაშვილი, რომ ამ დაქსაქსული თავადური სახლის შვილები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან მტერი მათ მამულებს ანადგურებდა და ამიტომაც მოითხოვდნენ ყიზილბაშებთან დაუყოვნებლივ შებმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბანაკის დატოვებას აპირებდნენ. თან ბარათამ ისიც კარგად იცოდა, რომ შაჰისევანი და ისპაჰანში აღზევებული ყაფლან ბარათაშვილი მტრის ბანაკში ისახანთან იმყოფებოდა თავის ვაჟებთან, პაპუნასთან, ასლანთან, ვახტანგთან, თამასთან და გიორგისთან ერთად. კოჯორში მდგარ ბარათაშვილთა დაქსაქსულ სათავადო სახლებს კი ყაფლანიანთ ჯავრი არ ასვენებდათ და ამიტომაც იწევდნენ ასე თავგამოდებით ბრძოლისკენ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მტრის ბანაკში მყოფი ვახტანგ ყაფლანისძე სულხან საბა ორბელიანის მამაა. კოჯორში გამართული თათბირის მონაწილეებმა მთავარსარდლად მაშინ თეიმურაზ მეფე აირჩიეს და არა გიორგი სააკაძე. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მარაბდის ველზე 10,000 თავადაზნაურთან ერთად 10,000 გლეხიც იბრძოდა, რაც ქართული სამხედრო ტრადიციით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდებოდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთაგან არც კოჯორში გამოცხადდა ყველა და არც მარტყოფის აჯანყებაში მიიღო ყველა მონაწილეობა. რადგან ბევრი დიდებული შაჰისევანში იყო გაწევრიანებული და საქართველოსთვის ასეთ საბედისწერო დროს შორიდან უყურებდა პროცესებს. აი, სწორედ ამიტომაც მოითხოვა მარაბდის ბრძოლამ გლეხობის შეკრება და ამის გამოც იღებდა მონაწილეობას ამ თავგანწირულთა ომში სამღვდელოება 4 ეპისკოპოსის, როველის, რუსთველის, ალავერდელის და ხარჭაშნელის წინამავლობით. კოჯრიდან მარაბდის დაბლობზე ჩასვლის წინ თავადად საომრად გამზადებულმა ეპისკოპოსებმა ჯერ დიდი წირვა გადაიხადეს, ილოცეს და შემდეგ მეომრების ზიარებას შეუდგნენ. ყველა ხვდებოდა გადასახდელი ომის სიმძიმეს, რომელიც განსაკუთრებულ თავგანწირვას მოითხოვდა. ეპისკოპოსებისგან ზიარების მისაღებად ვრცელ რიგად იდგნენ მეომრები, რომლებიც იმასაც ხვდებოდნენ, რომ ასეთ ქუდზე კაცად შეკრებილ ჯარში ეპისკოპოსები თვითონაც აპირებდნენ ომში მონაწილეობის მიღებას, რასაც მათი ხელიდან სისხლის დაღვრა მოყვებოდა და ასე მიმართეს საომრად გამზადებულ ეპისკოპოსებს. უკეთუ დღეს აღიღებთ მახვილსა ბრძოლად, უბრძანეთ, რათა გვაზიაროს სხვა მან.
მეომრების ასეთ მიმართვას მროველმა ეპისკოპოსმა დომენტი ავალიშვილმა გასცა პასუხი. დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა მხოლოდ ჩემზედა. ამისთვის არა ვყო უკვე თუ უწინარეს თქვენს არა დავსთხიო სისხლი ჩემი מחვილის ამღებმან. მთელი დღის და ღამის განმავლობაში ეზიარებოდნენ მეომრები ბრძოლის დაწყების წინ. შემდეგ იარაღი აისხეს, ღამის სიბნელე აიფარეს და კოჭრის მაღლობიდან გაჩქარებით დაეშვნენ მარაბდის ველისკენ. 1625 წლის 1 ივლისი თენდებოდა, როცა 20,000 ქართველი მეომარი მტრის პოზიციებს მიუახლოვდა და შეტევისთვის განლაგდა. წინ მძიმედ შეჭურვილი მხედრები დადგნენ, რომლებსაც მთავარი დარტყმა უნდა მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის. მათ ზურგს უკან დადგა თავადაზნაურთა კავალერია, ხოლო მხედრების უკან ქვეითად მებრძოლი გლეხობა. ისახან ყორჩიბაში იმ დღეს ბრძოლის დაწყებას არ აპირებდა, რადგან მის ბანაკში ჯერ კიდევ არ იყო მისული ყიზილბაშების ჯარის ერთი ნაწილი აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰბენდე-ხანის სარდლობით. ამიტომ ისახანმა წინასწარ გათხრილი მიწაყრილების გასწვრივ განლაგებულ ზარბაზნებს უკან სამრიგად გამწკრივებული მეტოფეები ამოუყენა, რომელთაგან პირველი მწკრივი მუხლზე იყო წამოჩოქილი, მეორე მწკრივი ფეხზე იდგა, ხოლო მესამე მწკრივი ცხენოსანი მეტოფეებისგან შედგებოდა. ამ სამწკრივად განლაგებულ მეტოფეებს ზურგს უკან მეოთხე რიგად ისახანმა აქლემებზე დამაგრებული მცირე ზარბაზნები, ზამბულაკები გაუმწკრივა და არმიის ამ ავანგარდის სარდლობა ერევნის ხან ამირგუნას ჩააბარა. თვითონ ჯარის საუკეთესო ნაწილებით, რომლებიც ძირითადად ქართველი შაჰისევანებისგან შედგებოდა, ცენტრში დადგა, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე ცხენოსნები განაწყო ხოსრო მირზას და ყაზან ხან ჩერქეზის სარდლობით. ქართველთა ჯარის წინააღმდეგ მიმართული ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობა 12,000 ერთეულს ითვლიდა. ქართველებს კი, რომლებიც შეტევისთვის ემზადებოდნენ, სულ 700 თოფი ჰქონდათ. ირიჟრაჟა თუ არა, ქართველებმა ჯარი დააწყვეს. ყველა სამხედრო ნაწილს თავისი სარდალი მიუძღოდა. წინ ცხენოსნები გამწკრივდნენ და ყიზილბაშების პოზიციებისკენ ნელი ნაბიჯით იწყეს სვლა. ცხენოსანთა ნაწილებს უკან ქვეითი გლეხობა მიყვა. ასე იარეს მტრისგან ტყვის მისაწვდენ მანძილამდე, ხოლო შემდეგ გამძლე ფარები მოიმარჯვეს და შუბებ წაგრძელებულები ერთიანად გაქანდნენ მტრის რიგებისკენ მთელი სისწრაფით. სწორედ ამ დროს დაიქუხა 12,000-მა ცეცხლსასროლმა იარაღმა ყიზილბაშთა მეწინავე რიგებიდან. ტყვის ზალპმა ქართველები ოდნავ შეაყოვნა, თუმცა სანამ მეორე ცეცხლის ზალპი წამოვიდოდა, ელვის სისწრაფით შეიჭრნენ მეტოფეთა რიგებში და დაუნდობელი ხოცვა ჟლეტით არიეს ისინი. ასეთმა ეფექტურმა შეტევამ შედეგი გამოიღო და ყიზილბაშთა მეწინავეები გატეხა. ამ დროს მანუჩარათაბაგმა სასიკვდილოდ დაჭრა მეწინავეთა და მეტოფეთა სარდალი ამირგუნახანი, რომელიც ყაჯარებმა ბრძოლის ველს გაარიდეს. ელვისებურმა შეტევამ ასევე გატეხა მტრის ჯარის მარჯვენა და მარცხენა ფლანგები და ყიზილბაშთა დიდმა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. თავდაუზოგავად იბრძოდა თეიმურაზ მეფე, ზურაბ არაგვის ერისთავი, ძმები მუხრან ბატონები, 4-ვე ეპისკოპოსი ომში იყო გადაშვებული. ყველა სარდალი უზადო მამაცობის მაგალითს აძლევდა მტერთან შედარებით მცირე რიცხოვან ქართველობას. გიორგი სააკაძე მუზარადიც კი მოიხადა, რათა ყიზილბაშებს, რომლებსაც მისი დიდი შიში ჰქონდათ, ეცნოთ ის და თავზარი დასცემოდათ. ყიზილბაშთა მხრიდან მხოლოდ ისახან ყორჩიბაშმა და ხოსრო მირზამ არ დათმეს ბრძოლის ველი და ამ ორმა გამაჰმადიანებულმა ბაგრატიონმა თავისი შაჰისევანებით გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს ქართველებს. ასეთ ფონზე ქართველების ერთმა ნაწილმა, რომელმაც ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ალაფობა დაიწყო. ისინი მტრის აღალში, ორდუბაზარში შეიჭრნენ და აღალის მცველები ჟლეტას და ძარცვას მიყვეს ხელი.
ხელი. ბრძოლის ველს გაშორდა აგრეთვე ქართველი მხედრების ერთი ნაწილიც, ავთანდილ სააკაძის და დათუნა არაგვის ერისთვის შვილის სარდლობით, რომლებიც გაქცეულ მტრის ნაწილებს გამოედევნენ, გატეხილ ხიდამდე ზდიეს და დაუნდობლად ჯილიტეს ისინი. ასეთმა არაორგანიზებულობამ მალე გამოიღო სავალალო შედეგი, რადგან მოულოდნელად ბრძოლის ველზე დაგვიანებით მოსული შაჰ-ბენდე ხანის ნასვენი კავალერია შემოიჭრა და უკვე განწირულ ისახან ყორჩიბაშს, ხოსრო მირზას და მათ ქართველ შაჰისევანებს სულზე მოუსწრო. ბრძოლა განახლდა და იმ გაუსაძლის სიცხეში ომისგან გადაღლილი და იარაღ შემომსხვრეული ქართველები ახლა შაჰ-ბენდე ხანის ნასვენ კავალერიას დაეტაკნენ. ერთმანეთზე მიყოლებით იხოცებოდნენ გააფთრებულ ომში გადაშვებული ქართველები. ბრძოლაში დაეცა დავით ჯანდიერი და დავით ჩოლოყაშვილი, აღათან ხერხეულიძე და ბაადურ ცისიშვილი, რუსთველი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები. ზურაბ არაგვის ერისთავი თავში დაიჭრა ტყვი და ძლივს გაარიდეს მარაბდის ველს. ყიზილბაშებს შეაკვდა ასევე თეიმურაზ მუხრანბატონი, 9 ხერხეულიძე, 7 ჩოლოყაშვილი, 12 მაჩაბელი და სხვა მრავალი გვარიშვილი, რომელთა ვინაობაც მატიანემ არ შემოგვინახა. თეიმურაზ მეფეს ყველა იარაღი შემოემსხვრა და სანამ რამეს მოიხელთებდა, ერთხანს ფარით და მუშტითაც კი მოუწია ბრძოლა, რის გამოც ბრძოლიდან ცოცხლად ძლივს გაღწეულ მეფეს თითიდან ააჭრეს მუშტის სემისგან დაჭეჭყილი ბეჭედი. ასეთ ყოფაში ჩავარდნილმა ქართველებმა ვეღარ გაუძლეს ბრძოლას და კოჯრის სიმაღლეებისკენ დაიხიეს. ბრძოლის ველზე უცხენოდ დარჩენილმა ქვეითმა გლეხობამ კი მარაბდიდან გარიდება ვერ მოახერხა და ერთ ადგილას შეჯგუფდა. ფარსადან გორგიჯანიძემ შემოგვინახა მათი გმირულად დაღუპვის ეპიზოდი, რომელიც ასე ისმის: ისინი ერთგან შეგროვდნენ და სიდამდისინ დაიხოცებოდნენ, თავი აღარ დაიზოგეს, ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს და ასე დაიხოცნენ. უთენია დაწყებული მარაბდის ბრძოლა ღამით დასრულდა. ბრძოლის ველზე ესვენა 10,000 ქართველი და 14,000 ყიზილბაში. მართალია მტრის ჯართან შედარებით რიცხვით მცირე და შეიარაღებითაც ჩამორჩენილი ქართველობა მარაბდის ველზე გამართულ გენერალურ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ არც ყიზილბაშების გამარჯვებას ერქვა გამარჯვება. ისახანმა მარაბდაში 14,000 მეომარი დაკარგა. თანაც ის მეომრები, რომლებიც შაჰ-აბასის 120,000-იანი რეგულარული არმიის საუკეთესო სამხედრო შენაერთებს წარმოადგენდნენ. მარტყოფში და მარაბდაში შაჰს უდიდესი ზარალი მიაყენეს ქართველებმა, რადგან მოკლე დროში 1625 წლის 25 მარტიდან იმავე წლის 1 ივლისის ჩათვლით სულ 44,000 გაწვრთნილი მეომარი დაუხოცეს ბრძოლებში. თანაც ასეთი მსხვერპლის მიუხედავად ქართველების წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა შაჰ-აბასმა. ყარჩიკაი ხანის და ისახან ყორჩიბაშის ლაშქრობების მთავარი მიზანი, რაც ქართლ-კახეთის სამეფოების ძირფესვიანად მოთხრას და მისი მოსახლეობის ირანში გადასახლებას ითვალისწინებდა, მარტყოფის აჯანყებამ და მარაბდის ბრძოლამ საბოლოოდ დაუსამარა შაჰ-აბასს. ისახანმა მარაბდაში ნაწუნევი უდიდესი მსხვერპლის ფასად მხოლოდ თბილისის დაკავება შეძლო და ქართლში შეღწევა ვერ მოახერხა, რადგან ქართველები ახლა პარტიზანული ომის ტაქტიკაზე გადაეწყნენ გიორგი სააკაძის მეთაურობით. მარაბდის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი ქართველები ციხესიმაგრეებში გამაგრდნენ, ხეობები გადაკეტეს და მოსახლეობა დახიზნეს. თბილისში შესულმა ისახანმა ქალაქის ყიზილბაშური გარნიზონის უფროსი 700 მხედრით ლის და წოდორეთ შეუსია. თბილისთან ახლოს მდებარე ეს სოფლები გიორგი სააკაძის პირადი მამული იყო და ეს სამხედრო რეიდი, როგორც ჩანს, მის დასასჯელად მოაწყო ისახან ყორჩიბაშმა. ლისი და მისი მიმდებარე სოფლები მოურავს ჯერ კიდევ 1594 წელს. პირადად სვიმონ პირველისგან ჰქონდა ნაბოძები სამეფო სიგელით, როგორც ერთგულს თავდადებითან ნამსახურსა ყმასა. პიეტრო დელავალეს გადმოცემით ვიცით, რომ ახალგაზრდა გიორგი სააკაძე დიდი მეომრის, დელის სვიმონად წოდებული მეფის ერთგული თანამებრძოლი იყო და 1599 წელს, როდესაც სვიმონ პირველი ფარცხისთან ტყვედ ჩაიგდეს ოსმალებმა,
სტამბოლის ტყვეობაშიც კი გაჰყვა მეფეს და იქაც ემსახურებოდა ერთგულად. პროექტი არსებობს შემოწირულობების ხარჯზე. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე. ლისის დარბევის ამბავი მარაბადაში ნაომარ და გადაღლილ სააკაძეს ნოსტეში საგვარეულო ციხეში აცნობეს მისმა აზნაურებმა. მოურავს ნოსტეში მაშინ მხოლოდ 60 მეომარი ახლდა, მაგრამ სასწრაფოდ ამხედრდა და ლისისკენ გამოემართა. ამ მცირე რაზმის თანხლებით გიორგიმ ჩასაფრება მოუწყო თბილისის გარნიზონის უფროსს. მოულოდნელად გადაუჭრა გზატყიზილბაშებს. ტყვედ წაყვანილი გლეხები დააგდებინა, ხოლო მომხდურები ისე ამოჟლიტა, რომ თბილისში ამბის მიმტანიც ვერავინ დაბრუნდა ცოცხალი. ამის შემდეგ ისახანმა ქართლის სიღრმეში ისევ სადა შეჭრა, მაგრამ მისგან გაგზავნილ ჯარს სააკაძე უფრო მეტი მხედრის თანხლებით გადაეღობა მცხეთასთან ახლოს. ღართისკართან. მათი უმრავლესობა გაჟლიტა და მტერს ქართლისკენ გაჭრის საშუალება არ მისცა. იდგა 1625 წლის ცხელი და სისხლიანი ივლისი. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.